სად ხრებიან? ანუ არც მინდა ახლა კითხო პრინციპში ეს, მაგრამ სად ხრება ეს ხრებიან მიუსაფარი ცხოველები? ჩვენ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? ძაღლები ნაწლავი გადმოყრილები კვდებიან ქუჩაში ან მეორე მესამე დღეს კვდებიან ან ოპერაციაზე უკვდება. თუ ოპერაცია სწორად არ კეთდება, ზარალდება ისევ ცხოველი. როცა პირველივე საფეხურს არღვევ, შეუძლებელია ბოლო საფეხურზე ხარისხიანად გახვიდე, ხო? კანონის მიღება არის ერთი. რა წერია კანონში? ამას ჭირდება აღსრულება. ვეტერინარმა ოპერაციის წინ ისე ჩაიცვა ხელთათმანები, მეთქი თქვენ სტერილური არ ახართ თქო და საიდან მოიტანა. YouTube-ით თუ აქვთ ნასწავლი ოპერაციების კეთება, მით უარესი. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენ დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბარი. ვეტერინარ მარიკა ჩხეკუშვილთან, ადამიანთან, რომელსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და მის კვალიფიკაციაში არ მეპარება, რა თქმა უნდა, ეჭვისო როგორც ბევრ ადამიანს და ცხოველების უფლებადამცველთან, იმიტომ რომ ყველას გვაწუხებს ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც დღეს თბილისშია განსაკუთრებით მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით. მარიკა, რა ხდება ცუგებთან, ცუგების თავს და როგორ დავიცვათ და რა ვიცი, შენ რა იცი? კანონზე როგორ ასრულებენ ის ძალიან ბევრი საგანგაშო ინფორმაცია მოდის და მოგვიყევი და მოუყევი ადამიანებს როგორ დავიცვათ მიუსაფარი ცხოველები. სალამი პირველ რიგში, ძალიან მიხარია შენთან ეთერში რო ვარ და ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ სუფთად ვეტერინარიც რომ არ ვიყო, როგორც ადამიანს ძალიან შემაწუხებდა ის საკითხი, რაც დღეს საქართველოში ხდება და ის ფაქტი, რაც ეხლა ცხოველთა გაქრობას ემსახურება და გავიგეთ, რომ ქუჩაში არ გვინდა რომ ამდენი ცხოველი ყავდეს და რაღაცა, არც მე არ მინდა როგორც ცხოველთა დამცველს, მინდა რომ ყველა ცხოველს თავის პატრონი ყავდეს და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ჰუმანურადაც შეიძლებოდა ამის ყველაფრის მოგვარება, მაგრამ სადაც ამდენი წელი არ კეთდებოდა რაღაცა სწორად ოდესმე ხო უნდა დაწყებულიყო სწორად კეთება და მაგამდე აი როდის მივალთ ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ამ ხალხს ვინც უშუალოდ მუნიციპალურ თავშესაფრებში მუშაობენ და ამ საკითხებზე მუშაობენ, მე მგონი მათ ნატურას ალბათ ვერ გამოვცვლით, მაგრამ რო არსებობდეს ამის სამოქმედო სწორი გეგმა, ვთქვათ ეხლა ხელმძღვანელობისგან, მთავრობისგან დავალებული, ცხადია ჩვევა, რომელიც 15 წელია გაუჯდათ სხეულში, გადააკეთებდნენ და დღეის მონაცემებით ჰიპერპოპულაციის მართვა ხდება იმ არსებების ხარჯზე, რომლებმაც საერთოდ არაფერი არ დააშავეს, როდესაც ადამიანებმა თავიანთი უპასუხისმგებლობა გამოავლინეს მათთან მიმართებაში და რატო? იმიტომ რომ ცნობილი ფაქტია და მეცნიერულად დადგენილიც არის, რომ ქუჩის ცხოველები ჩდებიან პატრონიანი ცხოველებისგან. რა დროს, როცა პატრონი ამრავლებს, მე ვიღაცას აჩუქა ან თვითონ შეიძლება სულაც არ გაამრავლა შეგნებულად, მაგრამ ძაღლი არ დაიცვა გარეთ გასვლისგან, სტერილიზაცია არ გაუკეთა, შეუჯვარდა შემთხვევით, ლეკვები არ უნდა, ან ხო, უკვე დამაკებული გააგდო, ან ლეკვები გააგდო. მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე უფრო ამორალური რაც კი ბატონო, კატების შემთხვევაშიც ისე ხლა შენ კი გახსოვს, რომ ჩვენ ბავშვობაში თბილისში ამდენი ქუჩის ცხოველი არ იყო? არ იყო, ხო. ხო, აი ერთი ოროლა იყო პატრონიანებიც და ნუ მაშინ არ ვიცი რა ხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ პატარები ვიყავით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს როგორც არის, მთავრობა ვერ დაიკვეხნის, რომ ჰიპერპოპულაციას ჰუმანურად მართავს და ალბათ აზრიც ის არის, რომ იყვირებენ და გაჩუმდებიან, იმიტომ რომ ეს ძაღლები რო გაქრებიან, ეს ხალხი მართლა გამოხატავს თავის ემოციას და მე თავის თავში მოუწევს ამის ჩაკლა, ხო? მაგრამ არასწორია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ხალხს იმხელა ამაგი, იმხელა ფინანსური რესურსი აქვთ ჩადებული, აგერ სულ ახლა ხანს ბავშვს ქუჩის ძაღლი დააბრუნეს და ვიდეო იყო ისეთი, ტიროდა ბავშვის სიხარულისგან და კოცნიდა ამ ძაღლს და ძალიან კარგია, როდესაც მშობელი ეს ეზრდის თავის შვილს, ოღონდ ჩვენს საზოგადოებასაც გვევალება, რომ ამ ბავშვების ფსიქიკასაც გაუფრთხილდეთ, ჩვენი მოსახლეობის ფსიქიკასაც გაუფრთხილდეთ და სულ მაქვს ის მომენტი, როდესაც აი ასეთ შეხვედრებზე დავდივართ, რომ აი ამომრჩეველი უკმაყოფილოა და ჩხუბობენ ამ ძაღლების გამო, ჩვენც ვართ ამომრჩევლები, მეც და შენც ვართ ამომრჩეველი და ისინიც ვინც ამ ქუჩის ძაღლებს უღრიან. მარიკა, ხო, კანონზე ვითომ ძალიან დიდი ხანი მუშაობდნენ, ხო? ანუ რა უნდა ყოფილიყო ამ კანონის ძირითადი საფუძველი? მართვა, რა თქმა უნდა, სტერილიზაცია.
რა თქმა უნდა, განცალკევება მიკედლებული, თქვათ, მიუსაფარი ცხოველების, ასე ვთქვათ, მიუსაფარ ცხოველებთან და ზოგადად ცივილურ ფორმებში ჩატევა. ანუ ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შემზარავი. ხა არავინ იცის ბოლომდე, სიმართლე რომ გითხრა, ბოლომდე ეს ფაქტები კი საუბრობდნენ ადამიანები, მაგრამ რა ხდება, სად გაქრნენ ეს ცუგები, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კანონს მოყვა ძალიან ბევრი შემზარავი ქმედება. აი, რა მოხდა სინამდვილეში და რა ხდება, რომ მოგვიყვე? იცი რა არის? კი, არავინ არ იცის, მიკვლევადობა არის რთული და რო ეკითხები, ვთქვათ, აი ეს ზაღლი გაქრა თქვენთან არის, არა, არ არის ასეთი პასუხი. ცხადია, ხა შიგნით ვერავის ვერ შეუვარდები და არც არავინ არ შეგიშვებს, რომ ნახოთ, რომ შესაძლებელია, რომ არის იქ ის ცხოველები, ვინც წაიყვანეს, მაგრამ დიდი ხნით არა, ნამდვილად, იმიტომ რომ წლევანდელი წლის აი ვიდეო იყო ჭერათხევი ამ ბოლოს 2 დღის წინ თუ 3 დღის წინ ჭერათხევიდან რო გაქრა უღელტეხილის ჭერათხევის უღელტეხილიდან მთელი რიგი მიკედლებული ბევრი, ძალიან ბევრი და არა მარტო აქედან ძალიან ბევრი ადგილიდან ურეკში ქობულეთში საერთოდ არც ერთი ძაღლი აღარ დარჩა და შეუძლებელია ისინი თავისით ხრებოდნენ ხათი არ არსებული ამდენი ძაღლი ახლა იმ უღელტეხილიდანაც 30 ძაღლი რო დაიკარგა სანამ წასულიყვნენ ერთბაშად თუ ვიღაცამ არ დაიჭირა და მიზანიც ზუსტად ეგ არის რომ ქუჩაში არ იყვნენ ძაღლები და ჩვენ როდესაც შეხვედრები გვქონდა არაოფიციალურ ფორმატში, მაგრამ იმისთვის რომ ეს საკითხი ცოტა სხვანაირად, უფრო ჰუმანურად, უფრო სწორი კუთხით დაგველაგებინა და როდესაც ვხვდებოდით ამ თემაზე სახელმწიფო წარმომადგენლებს, სულ გქონდა იმის საუბარი. კანონზე მუშაობისას. არა მარტო კანონზე მუშაობისას, კანონზე მუშაობისას შენც იცი ხა პირველი პერიოდის პირველი მოსწრების პარლამენტადაც ვიყავი, მეორე მოკლედ 3 სხვადასხვა პარლამენტი იყო ამ კანონ პროექტზე რომ მუშაობდა და არის რაღაცები, რაც ასე არ უნდა იყოს და მარტო იმიტომ რომ ქართველებს ესე გვეჩვენება, რომ უფრო სწორია, ესე არ უნდა ვაკეთოთ. თუ გვინდა ჰიპერპოპულაციას ვებრძოლოთ, ჰუმანური და თანამედროვე მეთოდებით, რაც ახლა ნამდვილად არ ხდება და ეს ვერასოდეს ვერ იქნება ჰუმანური, მაშინ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ კადრი, რომელიც ისედაც დეფიციტურია და აკეთებს მაინც ავად, თუ კარგად ამ საქმეს უფრო სწორად ავად უნდა დავაკონკრეტო, ის კადრი დავატრენინგოთ, რომ წარმადობაც გაეზარდოს ამ კადრს ოპერაციების კეთების პლუს ხარისხიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძაღლი თუნდაც გურჯაანის თავშესაფარი მაგალითად რომ მოვიყვანო, საკმარისი არ იქნება ის ფაქტები, რითიც შემიძლია გურჯაანის თავშესაფარზე ვილაპარაკო და იმ უხარისხოთ ჩატარებულ ოპერაციებზე, რომელსაც ოპერაციას ვერ დაარქმევ, რომლის შედეგადაც ძაღლები ნაწლავად გადმოყრილები კვდებიან ქუჩაში ან მეორე მესამე დღეს კვდებიან ან ოპერაციაზე უკვდებათ. ანუ ჩემი როგორც ვეტერინარის და პროფესიის წარმომადგენლის მიზანი არის ხარისხიანი ვეტერინარია, მაგრამ ასევე ჰუმანური ვეტერინარიაც, იმიტომ რომ თუ ოპერაცია სწორად არ კეთდება, სარალდება ისევ ცხოველი, თუ ოპერაციას საკმარისი ანესთეზია არ აქვს, რაც თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მაგალითზე ძალიან კარგად ვიცით, რომ ცხოველებს არ ძინავთ სათანადოდ ოპერაციებისას და ანუ რა იწევს ამას, რომ არ არის საკმარისი ანესთეზია თუ როგორ არ არის? თუ უბრალოდ რაღაცნაირად თვითონ ააკლებენ ამას, რომ თვითონ ააკლებენ, არ არის სიძუნწის ამბავი ეგ, თან არ დაგავიწყდეს, რომ პატრონიან ცხოველებსაც ასტერილებენ და კოდავენ, ეგენი და ვინ მისცა უფლება თუნდაც ჩემი, ვთქვათ, მე არა მაქვს ვიტყვი, რომ არა მაქვს საშუალება გავაკეთო, ხო, ეს ოპერაცია, ვთქვათ, კერძო კლინიკაში და მინდა რომ გამიკეთოს. რატო უნდა გამიკეთოს ისე, სადაც ცოცხალ არსებას არ გაუფრთხილდება? პრობლემა რაში მდგომარეობს? პრობლემა არის მმართველობა და ამ შემთხვევაში დირექტორატი თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ფორმატში, როდესაც ველაპარაკე იქაურ რამდენიმე ვეტერინარს, ვიცი რომ უფროსობის დავალებაა, რომ ცხოველი არ აწონონ და შესაბამისად წონა ზუსტი თუ არ იცი, ანესთეზია სათანადო ვერ მიიღწევა. აი, შემზარავ რაღაცას ამბობ ხა, რომ ანუ ანესთეზია ცხოველებს არ უკეთდებათ იმ დოზით, რაც არის. ხო, იმ დოზით არა, რითიც საჭიროა და კითხი. დრო არ დაკარგოთ არის თემა და რო ვკითხე იქაურ ვეტერინარებს მეთქი, ანუ 1-2 წუთია და რატო წინ არ აღუდგებით, იმიტომ რომ ქირურგიის პირველივე ეტაპზე დარღვევას აკეთებ რა. ანუ ქირურგია იწყება ცხოველის აწონვით, პირველი გასინჯვით
და მერე უკვე ყველაფერი დანარჩენი მოყვება მაგას და როცა პირველივე საფეხურს არღვევ, შეუძლებელია ბოლო საფეხურზე ხარისხიანად გახვიდე, ხო? იგივე გორის თავშესაფრის ვეტერინარს რო ველაპარაკე, მან ასე მითხრა, რომ 4 წელიაო იმდენი გამოცდილება მაქვს, რომ თვალით შემიძლია გამსაზღვრო, რა წონის არის ცხოველიო და ხატია, რაც შენ მე მიცნობ და კიდე 25 წელია ჯამში ვეტერინარი ვარ, არც ერთი ოპერაცია ცხოველის აუწონოთ არ ჩამიტარებია და არ ვიცი რა გამოცდილება აქვს 4 წლის მანძილზე მიღებული. საოცარ რაღაცას ამბობ ხა, მაგრამ ერთი რაღაცა მაინტერესებს. კანონის მიღება არის ერთი. რა წერია კანონში, ამას ჭირდება აღსრულება, ხო? ანუ ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს კანონი მიღებული, რომელშიც რაღაცა თქვა შეიძლება უამრავი მნიშვნელოვანი რამე წეროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ აღსრულდეს, ხო? ანუ პირველ რიგში პოპულაციასთან დაკავშირებით მიუსაფარი ცხოველების პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტებს, ხო ესეა მარიკა, ხო არ ვცდები? კი, და მეპატრონეებს. ხო, მეპატრონეებსაც თავისთავად, მაგრამ მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ვალდებული, რომ პასუხისმგებლობით და ცივილური მეთოდებით მიუდგეს ამ ყველაფერს, ხო? ანუ ეს ეხება სტერილიზაციას, ხო, პირველ რიგში და კიდევ ვთქვათ, თავშესაფრების რაოდენობის გაზრდა თუ იქნებოდა, ვთქვათ, გამოსავალი მარიკა და პროფესიონალიზმი ეხა ცალკე ამბობი, ანუ ამას უდგებიან რაღაცა როგორც რაღაც ყასბებივით, ხო, დაახლოებით ეს. კი, ზუსტად ესეა. მე არასოდეს არ დამავიწყდება ერთი რო ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში რო ვიყავი მისულიც და შესულიც, მაშინ დიდი ხნის ამბავია, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა თუ არავინ არ გაკონტროლებს, ისე აგრძელებ. მაშინდელმა ვეტერინარმა ოპერაციის წინ ისე ჩაიცვა ხელთათმანები, მეთქი თქვენ სტერილური არ ახართ თქო და საიდან მოიტანეთო და უთხარი ჯერ ერთი ხელთათმანი არა გაქვთ სტერილური და მერეც მეორე ჩაცმის მანერაც არა გაქვთ სწორი თქო რა. ხო და იგივე გორის თავშესაფარს უნდა და იმ პერიოდში სხვა ადგილი იყო ვეტერინარი საყვანა და ასაკოვანი ვეტერინარების დეფიციტია. ასაკოვანი კაცი უნდა დაგვეტრენინგებინა მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით სტერილიზაციებს გორის თავშესაფარში და აი ზუსტად 8 ჯერ გამოვაცვლებინე ხელთათმანი, იმიტომ რომ ამ კაცმა ვერ გაიგო, რომ ხელთათმანს რო იცვა ამ დაკეცილია სპეციფიურად და ხელი უნდა შეაცურო, არაფერს არ უნდა შეეხო, გარდა შიდა ზედაპირისა და მერე იცმევ ამას სპეციფიურად. მოკლედ თავისი ტექნიკა და რო ვეღარ ჩაიცვა, მეთქი კარგი დაანებეთ თავი, ჩაიცვით როგორც გინდათ, ისე გავაკეთოთ და დავავალე ბოლოს ანტიბიოტიკის კეთება ამ ძაღლისთვის, იმიტომ რომ ვერ ჩაიცვა ამ კაცმა სტერილურად და ვერც ოპერაცია. ანუ ესე იგი ცხოველებს ინფექციაც ემართება ამ ყველაფერს. იმიტომ ეხსნებათ ძალიან ბევრ ცხოველს ჭრილობები, რომ არასწორი ტექნიკით არიან გაკერილები და პლუს არაჰიგიენური გარემო არის შექმნილი ოპერაციის დროს და ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელია ის, ვინც საქონელთან მუშაობდა, ავტომატურად ეგრევე გადმოიყვანო ოპერაციების საკეთებლად ძაღლში და კატაში, იმიტომ რომ შესაძლებელია ღორის კასტრაცია და სტერილიზაცია ძალიან გავდეს, მაგრამ ანუ YouTube-ით თუ აქვთ ნასწავლი ოპერაციების კეთება, მით უარესი, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოს, ესე იგი, სულ არ აინტერესებს როგორი ხარისხით გაკეთდება სამუშაო, უბრალოდ უნდა გაკეთდეს და მაგას რო ვამბობ, რომ აიცით რა, აი მეც და სხვა ორგანიზაციაც მზად არის, რომ თქვენ დაგეხმაროთ და დაგიტრენინგოთ ეს ხალხი, არავის არასოდეს არ სწალია და საკუთარი ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი მარიკა? ანუ ეს შემზარავ რაღაცებს რო მუნიციპალურთან მიმართებაში მარტო მუნიციპალიტეტი და მაგაშია მთელი პარადოქსი თქვა ამას წინათ გადაცემაში ვიძახოდი, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ აკონტროლებს ამ დაწესებულებებს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარული დაწესებულებებია. ანუ არ უნდა ესე პასუხისმგებლობა აგდებული აქვს თუ უფლებამოსილება არ მისცეს ჩემი აზრით, თორე სხვა მხრივ როგორ უნდა იყოს, ახლა მე თუ როგორც ვეტერინარულ კლინიკას მაკონტროლებს ხარისხს ვეტერინარულად, თავშესაფარშიც ვეტერინარული საქმიანობა წარმოებს, ხო და ეხლა შენ კითხვას რო დაუბრუნდე, რომ თავშესაფრები უფრო მეტი თავშესაფრების მშენებლობა, მე ვფიქრობ, რომ არა, თავშესაფრების მშენებლობა იმდენ დროს წაიღებს, რამდენიც შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ თუნდაც თბილისიდან გადაიყვანონ ვეტერინარები, იმიტომ რომ ბევრი ყავთ და წარმადობა მაღალი აქვთ, გადაიყვანონ ეს ვეტერინარები რეგიონებში ცოტა უფრო დიდი ხელფასით, ისედაც კარგი ხელფასები აქვთ და იქ აწარმოონ სწრაფი სოფელ კარდაკარ სტერილიზაციები და ჩვენ როდესაც გამოკითხვას ვაწარმოებდით საქართველოს სამ ქალაქში ვიყავით ჩასული, რეგიონებში უნდა ხალხს რო სტერილიზაცია გაუკეთოს ცხოველებს, უბრალოდ ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ, თორე განა არ უყვართ ის თავიანთი ცხოველები და
აი, იცი როგორ რაღაცაა? წელს ერთ-ერთი მთავრობის თანამშრომლისგან მოვისმინა ეგ ფრაზა, რომ რაც წელსო თანხები არისო გამოყოფილი ქუჩის ცხოველებისთვის, ისეთი არასოდესო და თუ ის თანხები იქნებოდა გამოყოფილი იმისთვის, რომ ცხოველები ასე არაჰუმანურად დაეჭირათ და გაეკროთ და პლუს ადამიანების ფსიქიკაზე ესე ემოქმედათ, მაშინ ეს თანხები ძალიან ფუჭად არის დახარჯული, იმიტომ რომ კეთილსაქმეს ნამდვილად არ მოემსახურება და შესაბამისად შედეგი ცხადია შეიძლება იყოს მიღწეული და ის რომ ევროპამ 70 წლის წინ გაწყვიტა 21 საუკუნეში არ შეიძლება უკვე მაგის მაგალითად მოყვანა. ანუ იმიტომ რომ სხვა პერიოდი იყო ფაშისტური გერმანია თუ აკეთებდა ვთქვათ რაღაცას დღეს ჩვენ ხარ უნდა ვაკეთოთ. ანუ პირველ რიგში ალბათ ადამიანების ინფორმირება არის საჭირო, ხო? როდესაც მიუსაფარი ცხოველი ჩდება, შენ აბსოლუტურად მართალი ხარ, ეს არის ადამიანის ბრალი, ხო? ანუ მეგობრებო, თუ არ შეგიძლიათ ჩინაური ცხოველის მოვლა, ცუგასი და ფისოსი, არ აიყვანოთ, არ იყიდოთ, არ აჩუქოთ ესე რაღაცა ესეთი ტრეპაჩობის გულისთვის თქვენი ოჯახის წევრებს და მე არ გააგდოთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უფრო ამორალური თვისება ადამიანის, რომ ესე რაღაცნაირად მე აღარ უნდათ, წინდებათ, ბეზრდებათ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა გაქვს ჩინაური ცხოველის შენზე არის მონდობილი. სულ შენზე, მაგალითად მე კი იცი ხო, ფისო მყავს უკვე რამდენი წელი, 6 წელია და ხო, სახლში თუ არავინ არ არის, პრობლემაა, ხო, სადატოვებ, ხო, ვერსად ვერ დატოვებ, ამიტომ ეს არის ერთი დიდი პასუხისმგებლობა და ოჯახის წევრი. და ჩვეულებრივად. ამით არაფრით არ განსხვავდება, ჩვენი ოჯახის წევრია და მისი უფროა ჩვენი სახლი ვიდრე ჩვენი. ზოგადად ესე ხდება. მაგრამ სხვა რამის კითხვა მინდა, ანუ მარიკა, აი სად ხრებიან? ანუ არც მინდა ახლა კითხო პრინციპში ეს, მაგრამ სად ხრება ეს ხრებიან მიუსაფარი ცხოველები? ჩვენ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? და იმ შემთხვევაში, აი რჩევა მინდა ძალიან მარტივად კითხო, იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი დაალაგდება, ამ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული ძალაუფლება, მმართველობა, რა უნდა მოხდეს, რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ესეთი, ვთქვათ, საშინელი შემზარავი ფაქტები აღარ იყოს. ძალიან ოპტიმისტი ვარ ზოგადად და მგონია, რომ სწორი ხედვა ძალიან ხშირად უნდა იყოს გაზიარებადი, თუმცა ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში ეს დღესდღეობით არ ხდება, იმიტომ რომ ასეთია ბრძანება და მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები, ვინც ამ ბრძანებას ასრულებენ, ამას არ ეთანხმებიან, მაინც ასრულებენ. გასაგებია მიზეზები ფინანსური, კარიერული და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრა, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვი, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ერთი რაც ვიცი, როდესაც პირველად სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ამ ძაღლების დაჭერა და თავშესაფრებში მიყვანა, მანდ ისეთი ამბავი ატყდა ადამიანების და მოყვარულების მხრიდან, რომ შიდა განხეთქილებები დაიწყო და მერე რაღაც გარკვეულწილად დათმობებზე წავიდნენ, რაც ძალიან კარგია. ამიტომ მგონია, რომ ხმაური არის ძალიან კარგი გამოსავალი იმისთვის, რომ რაღაცას მაინც მივახციოთ. მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ არანაირ ლოგიკაში რო არ ჯდება ის საკითხი, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ ექვემდებარებოდეს მსგავსი დაწესებულებები, ეგ არის გამოსასწორებელი და ალბათ ვინმეს უნდა მივაწვდინოთ ხმა და ეხლა ამ წუთას მე რაც შევძელი როგორც წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტმა წერილი მივწერე კობახიძის სახელზე დავწერე და სონგულაშვილის სახელზე, რომ ანუ ვეტერინარულად ეს ქმედებებია სწორი იმისთვის, რომ ჰუმანურად შევამციროთ. და რამე გამოხმაურება იყო? აი გუშინ წინ გავაგზავნე დაჩქარებული წესით და ჯერჯერობით გამოხმაურება ვერ იქნება, მაგრამ აი ეს საკითხები არის გამოსასწორებელი. ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოს აუცილებლად უნდა კონდეს წვდომა ნებისმიერი ტენდერის კონტროლისთვის, რაოდენობრივად და ხარისხობრივად რო შეაფასონ ვეტერინარული საქმიანობა, იმიტომ რომ მაგალითად ოზურგეთის თავშესაფრის ჩანაწერების მიხედვით გამოვლინდა, რომ დღეში 50 ძაღლს ასტერილებდნენ ერთი ვეტერინარის მეშვეობით, რაც არარეალურია და ეხლა დაკონკრეტებაც არ ჭირდება, რა ხდება, ხო? ხო და აქედან გამომდინარე და ამაზე პასუხისმგებლობა არავისი არ არის. რაც მე ვიცი არა. ალბათ იმიტომ რომ ზურგს უკან ვინც დგას
ამისი თანამონაწილეა. აი ხა ჩვენ მე კომენტარებში აუცილებლად მოვთაგავთ ოზურგეთის მერიას. და მოვიკითხავთ ამ ამბავს. ანუ ესე იგი არ აინტერესებს მუნიციპალიტეტს რა ეშველებათ და სად მიდიან ეს ძაღლები და როგორ მუნიციპალიტეტს ალბათ აინტერესებს ის რომ ცხოველები არ იყვნენ ქუჩაში, თუმცა ეს ოზურგეთის თავშესაფარი მარტო ოზურგეთს არ ეხება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საქართველოს მასშტაბით თუ არ ვცდები 42 მუნიციპალიტეტს მომსახურებოდა ეს, აი წარმოიდგინე ოზურგეთიდან ყაზბეგში ჩადიოდა, იყვანდა ძაღლებს, მერე მოყავდა და მერე ისევ უნდა დაებრუნებინა ამ ჯაჭვის და ვთქვათ იგივე სხვაგან სვანეთშიც შეიძლება და ასე შემდეგ, თუმცა სვანეთმა მერე ცალკე გამოაცხადა ტენდერი. მოკლედ, ანუ დიაპაზონი მოქმედების იგივე ოზურგეთიდან შეიძლებოდა იმდენი წელი არსებობდა ეს კომპანია, რომ თელავში ჩამოსულიყო და წაეყვანა ძაღლები, გაესტერილებინა და ასე შემდეგ. ნუ მერე თავშესაფარი კი გააკეთეს გურჯაანში და მაგით სარგებლობს ახლა იქაური ტერიტორია, მაგრამ შენ რომ გაიგო უბრალოდ რამხელა მასშტაბზე მიდიოდა ეს ოზურგეთის თავშესაფარი, ამიტომ მარტო ოზურგეთის იმას მუნიციპალიტეტს ვერ კითხავ შენ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ხო გეუბნები 50 ძაღლი დღეში ერთმა კაცმა გაასტერილოს, ეს არ არის არც ერთ ჭრილში რეალური. სულ რო კასტრაცია აკეთოს დღის მანძილზე ვერ მოასწრებს უბრალოდ თავის სამუშაო განრიგში მაგდენი ცხოველის გასტერილებას. ერთი კაცი. ხო, ანუ ესეც კადრების დეფიციტია, ხო? ანუ არა. კადრების დეფიციტი არის სერიოზული, მაგიტო უნდა მოხდეს, ვთქვათ, იგივე იმ თბილისის მუნიციპალურში მომუშავე ვეტერინარების გადასროლა, იმიტომ რომ თბილისმა 72%-ს მიაღწია სტერილური ქუჩის ცხოველებით და ძალიან კარგი მაჩვენებელია, ეგ მაჩვენებელი და რახან აქ ამდენი არ არის 15 ვეტერინარი, როგორც კადრი აღარ ჭირდება ამ საქმიანობას და შესაბამისად, რატომაც არ გამოვიყენოთ იგივე კადრი, ანუ მე მგონია რომ ყველა წავა თუ მაინც არ ხელფას მიხდიან და კიდე ზემოდან ცოტა მეც და გადამიხდიან, რატო არ წავალ რეგიონებში სტერილიზაციის საკეთებლად? ხო, ხელფას რამდენია? რამდენადაც ვიცი 3500 ლარი აქვთ 24 საათიანი მორიგეობებით 3 დღეში ერთხელ. პრინციპში პრინციპში ხა არ არის ძალიან დაბალი ხელფასი იმისთვის, რომ თქვათ ადამიანმა პასუხისმგებლობით თუ მოკითხავ ამ საქმეს და შენ როგორც თქვათ მერია, მუნიციპალიტეტი და მიუდგები პასუხისმგებლობის გრძნობით და თქვათ რაღაც დააკისრებ ვალდებულებას წესით და თუ მოინდომებ და ჰუმანური ხარ როგორც ადამიანი, ხო, ცივილური და ცივილი რაღაც თქვა ჩარჩოში მოქმედებ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ადამიანების მოძებნა. იცი, აი მაგალითად ძალიან დიდი პრობლემაა კიდე გამრავლება, ხო? ანუ ხელოვნური გამრავლება. ეს შეზღუდულია ახლა კანონმდებლობით. იცი როგორ არის ეტაპობრივად ის კანონ პროექტი, რაც მე კანონად გადაიქცა, ეტაპობრივად შეყავთ ახლა ძალაში და მაშინ რაზეც გქონდა ჩვენ საუბარი, მაგალითად მე არა ვარ წინააღმდეგი კარგი ხარისხის ჯიშის წარმომადგენლები მრავლდებოდნენ, ისე როგორც საზღვარგარეთ ხდება, იმიტომ რომ გენეტიკური დეფექტები აღმოფხრილია, რომ არც პატრონი წვალობს, არც ცხოველი წვალობს და პლუს ვისაც უნდა რომ ცხოველი იყოლიოს და აქვს საშუალება, იმიტომ რომ ვეტერინარია არასოდეს არ არის იაფი და საქართველოს ვეტერინარია ერთ-ერთი ყველაზე იაფია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეძვირება, რა ვიცი, პურიც ძვირია დღესდღეობით და ბენზინიც. ამ ფონზე, ვისაც ბევრი აქვს საშუალება, იმას შეუძლია იყიდოს და ენდომება ცხადია, რომ კარგი ჯიშის წარმომადგენელი იყიდოს თავისი დეფექტების გამოკლებით, ხო? დანარჩენ ადამიანებს ჩვეულებრივ ვისაც ყავს ეს ძაღლები, უნდა გავაგებინოთ, რომ სტერილიზაცია, კასტრაცია მათი ცხოველების ჯანმრთელობაზე კარგად მოქმედებს, ხანგრძლივად ცოცხლობენ, უცხოველების ძაღლები. რატო ცოცხლობენ ხანგრძლივად? იმიტომ რომ პირველი რასაც აკეთებენ, სტერილიზაცია, კასტრაციას უკეთებენ და პლუს კარგი მოვლის ხარისხი აქვთ თავიანთ ცხოველებთან მიმართებაში და ამიტომ, მაგრამ ამის მიღმა უნდა აღმოუპხრათ ეს გაუგებარი გამრავლება, რომელიც შეიძლება ყველასთვის ბიზნესი იყოს და არ არის პრობლემა. აწარმოონ ბიზნესი, ოღონდ ხარისხიანი ლეკვები და კნუტები გაყიდონ და всё და ვისაც არ ეყოლება შესაბამისი კარგი ხარისხის გასამრავლებელი, ვთქვათ ძაღლი იქნება თუ კატა, იმან არ უნდა გაამრავლოს და სრული მორატორიუმი, აი მაშინ რომ მსჯელობდით მაია ბითაძესთან ერთად, რომ სრული მორატორიუმი იქნება გამოცხადეს რამდენიმე წლით საქართველოში გამრავლებაზე, ხო?
ეს ძალიან დიდ ცვლილებას შეიტანდა აი ამ პოპულაციებში ზოგადად, იმიტომ რომ გამოყრილი ძაღლები კი არა, ვისაც ძაღლი მოუნდებოდა და რაღაცა აუცილებლად მივიდოდა თავშესაფარში და იქიდან აიყვანდა, ან ქუჩიდან აიყვანდა, იმიტომ რომ სულ ვამბობ, ძალიან მიყვარს ჯიშიანი ძაღლებიც, კატებიც, ძალიან მიყვარს უჯიშო ძაღლებიც და კატებიც, იმიტომ რომ ემოცია ყველასგან ერთნაირი მოდის ჩემთვის. ანუ ცხოველი მიყვარს და მაგიტო და არ მიყვარს მაინდა-მაინც ჯიში, როგორც ესეთი. არა, ჯიშს რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი არა, პირიქით რაღაცნაირად ხა კი იცი, ჩემი ფისო, რაღაც ჯიში აქვს, ხო? ესე გვაჩუქეს. თორნიკე მოიყვანა, მაგრამ სულ არ არის თბილი, მაგალითად ისეთი, როგორც ჩემი მეგობრების, ვთქვათ, ქუჩიდან აყვანილი ფისოები. ეს პირიქით ისინი უფრო მეტ მადლიერებას გამოხატავენ, როგორც წესი. საოცარია მათთან ურთიერთობა, ხო? ამიტომ მაგრამ იცი რა ეს შეკითხვა მაქვს, აი შე როგორ უყურებ, მაგალითად ჩემი აზრით ეს გაყიდვისთვის რაღაცის გამრავლება რაღაცნაირად მაინც მეჩვენება რომ ცოტა უფრო ამ სიტუაციაში ხო რაღაცა განირთება და მე უპასუხისმგებლობის ამბავია, იმიტომ რომ თქვა გაამრავლე კარგი, შენ აკეთებ ფულს ამაში, ბიზნესია ხო? ახლა მე არ ვიცი ეს თქვა ამ ბიზნესის არც მყავს ახლა ესე არავინ რომ ვიცოდე თქვა დეტალები, მაგრამ მე რაღაცნაირად ყიდი ამნივს შინაურ ცხოველს და მე შეიძლება ის გარეთ აღმოჩნდეს, ხო? ანუ მაშინ როდესაც უამრავი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში და თავშესაფარში. აი, ლეკვები რამდენია, რა ვიცი. უამრავი ლეკვებია და იგივე იმ უღელტეხილებზე ძალიან ბევრი ჯიშიანი ძაღლებია, იმიტომ რომ ვიღაცამ ადრე თუ გვიანი თამაშა, იცი რა არის, როდესაც შენ იხდი ძაღლში ან კატაში, ლეკვში, კნუტში, არ აქვს მნიშვნელობა 100 ლარს, მაგალითად, რომელიც შეიძლება ღირდეს $500, $1000, მეტიც ღირდეს. არ ვიცი, გერმანიაში რო ვიყავი სტაჟირებაზე, ძაღლი მოიყვანეს, რომელიც ღირდა 25,000 евро წარმოიდგინე და მეთქი რატო გერმანული ნაგაზი იყო და იმიტომ რომ აი ამ ჯიშობრივი გენეტიკური პრობლემებისგან იყო დაცლილი და მსოფლიო ჩემპიონი იყო ეს ძაღლი და ამ ძაღლის გამრავლების შედეგად გენეტიკური პრობლემა რას ნიშნავს ცხოველში მაგალითად? აი მაგალითად დისპლაზიური პრობლემები აქვთ უკანა კიდურებზე გერმანულებს და მაგ თვალსაზრისით და სხვა ჯიშებს სხვა მიმართულებით, მაგრამ ნახე როდესაც ეს ადამიანი ამდენ სიხდის ამ ძაღლში, რომლის გამრავლებაც მერე უნდა და მსოფლიო ჩემპიონია და მისი ლეკვებიც ასევე ძვირად გაიყიდება, ეს არის ის ბიზნესი, რომელიც ღირს საწარმო, იმიტომ რომ ვიღაცას ხო გადაუხადა მან 25,000 ამ ძაღლში სანამ ლეკვი იყო და ასე შემდეგ და ზუსტად იგივე ხა შეიძლება საქართველოში არ ღირდეს მაგდენი, მაგრამ როდესაც გადაიხდი ძვირს, შენ იმას ესე მარტივად ვერ მოიშორებ. იმიტომ რომ შენი ფული გენანება, შეუძლებელია Ferrari დადგე და ეს რა ქვია, სადმე ჯარში ჩააბარო, ხო? იმიტომ რომ იცი რომ ძვირი გადაიხადე და უვლი რო არ გაფუჭდეს და ასე შემდეგ და რატო შეიძლება Ferrari და ცოცხალი არსება ერთმანეთს შევადაროთ, მით უმეტეს ერთი მართლა ნივთია და მეორე ცოცხალი არსება და დღეს მთელ მსოფლიოში ამ ცოცხალი არსების ასეთად აღიარება მიმდინარეობს და საქართველოში კიდე ამ ცოცხალ არსებებს, იმიტომ რომ ადამიანმა არა წესიერად მოუარა და უპასუხისმგებლოდ მოიქცა, ისევ მათ ვახდევინებთ ამ იმას, რა ქვია, ფასს. ადმინისტრაციული ჯარიმებიც არის ხო რაღაცა. კი, თუმცა აი როგორ არის, იცი? არა, ასრულება რამდენად ხო, ასრულება როგორ იქნება, არ ვიცი, ალბათ იქნება, იმიტომ რომ ჯარიმა 1500 ლარია, მაგალითად თუ არ დაარეგისტრირებ შენ ცხოველს ეხლანდელ ბაზაში და ოღონდ პარადოქსული ის არის, რომ ცხოველისთვის ზიანის მიყენება 500 ლარით ჯარიმდება და რატო პირიქით არ არის მაგალითად. ხო, იმიტომ რომ ჩემთვის გაცილებით უფრო მეტად დასჯადი უნდა იყოს იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც გვინახავს ის სადისტური მოქმედებები ცხოველებთან მიმართებაში, რომელიც, რა ვიცი, გონებიდან ალბათ არ ამოგეშლება, ხო? იცი რა, მე მგონია რაღაცნაირად ინფორმირება ბავშვობიდან, ბავშვებს უნდა გაუზიაროთ, ხო, აი როგორ უნდა მოხდეს ეს არ ვიცი. ადრე იყო სკოლებში საპილოტო პროგრამები, სადაც მეც ვყოფილ ვარ, ჩემი შვილის სკოლაშიც და არა მარტო და ბაღშიც ვყოფილ ვარ და ასე შემდეგ, სადაც მე ვუკითხავდი, რატომ არის ცხოველი კარგი, როგორ უნდა მოიქცეთ ცხოველთან მიმართებაში, რა შემთხვევაში უნდა ვიყოთ ვთქვათ ფრთხილები და ასე შემდეგ. ამ ცხოველებთან ურთიერთობის ფორმატს ეხლა ასწავლიან თავდაცვის გაკვეთილები რო არის მათ და ვეტერინარია,
ცხოველთან მოპყრობა არის ერთ-ერთი ნაწილი. თუმცა აი მაგალითად გორის სკოლაში ვიყავი, მთხოვეს რო ჩავსულიყავი და მასწავლებელი ვინც კითხულობდა, ისიც დაესწრო ჩემს გაკვეთილს, სადაც ვუხსნიდი აი როგორ უნდა მოქცეოდა ცხოველს, როდის შეიძლება მიხვიდე, რა უნდა გააკეთო ის რომ ცხოველსაც ტკივა და უნდა ვიზრუნო ცხოველებზე და ასე შემდეგ და ვთქვათ სახიფათო სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს ეს ადამიანი და აი რომ მოვყევი ამ ქალბატონმა მითხრა რომ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ მე თვითონ მეშინიაო ცხოველებისო და მე მიწევსო ამაზეო საუბარიო, მაშინ როდესაცო მე ამაშიო არაფერი არ გამეგებაო და ეხაო თქვენი მონაყოლიდან კიდევ უფრო კარგად გავიგე, რაში არის ჩემი შეცდომებიო და შესაბამისად არ შეიძლება ვთქვათ სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც ამ მიმართულებით არ აქვს არანაირი ცოდნა რაღაცა ესეთი საკითხი წაუკითხოს ბავშვებს, ისევე როგორც მე მაგალითად ვერ წავიკითხავ ვერაფერს მეხანძრეობაზე. და მგონია რომ ასეთი მიმართულებით ალბათ ახალგაზრდები და სტუდენტები უნდა ჩავრთოთ სკოლებში, იმიტომ რომ ბავშვები ჩვენი მომავალია, მგონია კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები არის ის მექანიზმი, რომელიც მშობელსაც ასწავლის ჰუმანურობას მათ შორის და ცხოველის სიყვარულს, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე მოდის ცხოველის სიყვარული და სიძულვილი მარტო მაშინ მოდის, როდესაც ამას ისევ მშობელიან გარემო ფაქტორები ასწავლის და ამიტომ ვფიქრობ, რომ სკოლებში ეს პროგრამები აუცილებელია, ოღონდ უნდა ჩატარდეს ამ მიმართულებით განათლების მქონე ადამიანების მეშვეობით და ცოტა კიდევ უფრო წინ წაიწევს ეს სიტუაცია. ხო, მძიმე სიტუაცია, იმიტომ რომ საერთოდ ჩემი წარმოდგებით ნებისმიერი ბავშვი ან ადამიანი, რომელიც ცხოველს ასტიკად ექცევა, ის ასტიკად მოექცევა, რა თქმა უნდა, ადამიანსაც, ანუ ამაში განსხვავება არ არის. მარიკა, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. რა ვიცი, სკოლებში, კერძო სკოლებში, აი, თხოვეთ მარიკას, მოგიყვებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ოჯახის წევრებთან, ან ცუგებთან, ფისოებთან გარეთ ურთიერთობა ბავშვებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ეს თბილისში და კახეთში სხვათა შორის, აი მაგალითად ყვარელში მე სახლი მაქვს და იქ არის ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლი და რაღაცნაირად ამას უნდა ყურადღება მიექცეს და ნუ მიატოვებთ, ნუ გააგდებთ ცხოველებს გარეთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უფრო ამორალური თვისება, თუ არ გინდათ არა იყვანოთ. ნამდვილად. მადლობა. ასე.